როცა დღეს არის 4 შაბათი, საღამოს 10 საათი, რაც ნიშნავს იმას, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში თქვენ უყურებთ დანუკა ჟორჟოლიანის შოუს. მე მაქვს პატივი, რომ დღეს ამ სტუდიიდან წავიყვანო გადაცემა და დღევანდელ გადაცემაში თქვენ 65 წლიანი ძალიან განსხვავებული და უჩვეულო სიყვარულის ისტორიას მოისმენთ. თუმცა მანამდე ყველაფერი დავიწყოთ ისე, როგორც ამ სტუდიაში იწყება და რა პოლიტიკური ცეცხლება აქვს ქვეყანაში. რაც ნიშნავს რას, რომ ტემპერატურა შედარებით მაღლა იწევს და დუღდება ყველაფერი. პოლიტიკოსებსაც ხომ აქვთ ისეთი რაღაცები, რაც პოლიტიკას არ უკავშირდება. ისინიც ხომ ადამიანები არიან, არა? რა შვებიან, ჭამენ, სვავენ. ძინავთ. კიდევ რა შვებიან? რა შვებიან პოლიტიკოსები? უყვართ, ეზიზღებათ, მეგობრობენ, ჩხუბობენ. ბატონო? ცეკვავენ, ღერიან. მაგრამ ამჯერად სხვა თემაზე შევჩერდები. მოდით შევჩერდეთ თემაზე ჩაცმა. საინტერესოა? პოლიტიკური მოდა, ნანუკა შოუში და გიორგი ნაზღაიძე ჩემი გადაცემის სტუმარი. გადავწყვიტეთ, რომ მოდით გავაკრიტიკოთ თუ როგორ ქვია ამას. ვიმსჯელოთ ქართულ პოლიტიკას. ვიმსჯელოთ, კრიტიკა არ სჭირდება, მაგრამ ისეც ბევრი ადამიანი აკრიტიკებთ მაგათ. პოლიტიკოსებს. ცოდოები არის. ცოდოები არის. მოდი დავიწყოთ იერარქიულად. ვინ არის ქვეყანაში პირველი პირი? საქართველოს პრეზიდენტი. დავიწყოთ. რა იცი რა, საერთოდ ჩვენ პრეზიდენტს უმეტეს შემთხვევაში აცვია კარგად თანამედროვედ, მოდურავ. ფერების შეხამებაში ცოტა პრობლემა. თუმცა ფერების შეხამებაში აქვს დიდი პრობლემა. პირველ ფოტოზე აცვია ძალიან კარგად, ნამდვილად ჩვენი პრეზიდენტი არის. მეორე ფოტოზე აცვია თოხი აკლიაო, წინა თქო. კარგად, შეიძლება იქ მოდის კიდეც სადღაც იქვე აქვს შეიძლება თოხი მიდებული. ხო, აი მეორე ფოტოზე ვიტყვი იმას, რომ ჯერ ერთი დაღეჭილი პერანგი აცვია, არა დაკუჭული. დაღეჭა, შეიძლება იქვე ძროხას გამოაქვს. კი, ტანში დამრაგიდო და აშკარად შეგიძლია დავუკრა. და მესამეში რაც შეეხება მესამეში არ არის, ხო, შეხა რაღაცა კამარია. ძალიან მოდურად უნდა რომ ანუ არის ხოლმე რა ჩათმულობაში რაღაცა უნდა იყვიროს. და ამ შემთხვევაში მესამე ჩათმულობაში კამარზეა აქცენტი ალბათ ჩვენ პრეზიდენტს გაკეთებული რომ უნდა ეყვირა. შეიძლება ახალი ნაყიდია. და უნდოდა რომ გაეკეთებინა. შეიძლება უნდოდა, მარტო ყველა ადამიანს ხო არის რომ რაღაც ახალი რო გიკეთე ის გვინდა რომ ყვიროდეს. კი, ნამდვილად მე აი ახლა შემიძლია ეს ფოტოები როგორ გადავანაწილო. პირველი საქართველოს პრეზიდენტი, ამჟამინდელი პრეზიდენტი, მეორე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც გადავიდა კახეთში სამუშაო და მესამე ადამიანი, რომელიც ბრუნდება პოლიტიკაში ისევ. ან ადამიანი, რომელიც კითხულობს ლექციებს რომელიღაც უნივერსიტეტში. ხო, მაგრამ მე მგონი ისე პოლიტიკაში ბრუნდება ისევ. ისევ, კი ბატონო. მე მგონი ესე იქნება. კი ბატონო. შემდეგი ფოტო იერარქიებით მივდივართ და შედარებით ამოვარჩეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩაცმით გამოირჩევიან რაღაცნაირად. შემდეგი ფოტო. როგორ რა არის რა რეაქცია? აი. არა მარტო შენგან დარბაზიდან საოცარი რეაქცია იყო რა? კარგი, პირველი ფოტო, ხო? მე საერთოდ ვიტყვი ხალბატონ თეაწულუკიანზე, რომ მისი ჩაცმულობა საერთოდ არ მომწონს. რა არ მოგწონს? არ მომწონს ჯერ ერთი ვარცხნილობა აქვს ძალიან ცუდი. ან შეიღებოს, ან ცოტა ფორმა მისცეს, ან რაღაცა გაუკეთოს ამას, იმიტომ მithumetes ხალბატონ რომელიც იუსტიციის მინისტრია მაინც რომ იცოდა. სუბიექტური აზრია ჩემი, რა ვქნა. თავისუფალი ქვეყნისთვის ვიბრძოდით და მეც თავისუფალი ადამიანი ვაფიქრებ თავისუფალ აზრს. კი ბატონო, მეც თავისუფალ გადაცემაში ამას ყველაფერს ესე ვრცლად ვუშვებ. ხო. ეს იგი მოდი კარგი პირველ სამოსზე გადავიდა პირველ სამოსში ქორწილში მიდიოდა არა აშკარად ვიღაცისთვის მე აქვს საჩუქარი და აშკარად უკან ესეთია გადაღებაზეა ხა ალუჩა უტეს ხო ალუჩა არის ალუჩას თავიდან ებერ კაბაზე მითხარი რას ფიქრობ კაბაზე ალუჩა საჩუქრად რომ მიკა კაბაზე რას ფიქრობ კაბაზე ფიქრობ რომ ჩვეულებრივი არ ვიცი ხა შეიძლება ბრენდი ეცოს არ ვიცი მაგრამ ჩემი აზრით მაინც არის დაბალ ხარისხიანი ატლასის სამოსი
რომელიც ნაჭრები განსხვავდება ან ქვედაკაბა დაკუჭულია უფრო მეტად ვიდრე ზედა ნაწილი პიჯაკის. ჩვენ გავარკვეთებ ხელისუფლებას მიდრეკილება აქვს დაკუჭული ტანსაცმელისკენ. ხო, ალბათ, ნუ ამათი გასამართლებელი საბუთი ის იქნება, რომ იმ დონეზე მოუცლელები ვარ ჩვენ არქცალია, რომ რა ვქნათ. არაცვია არც ერთში შესაბამისად მის თანამდებობის და ნამდვილად, იმიტომ რომ ხა შეხედა, ჩვეულებრივ მაისურიაცვია, რაღაცა ჟაკეტი აქვს შემოცმული. შარფი და პირველი უფრო გავსეთ ძალიან. აი პირველზე უფრო ვიტყვი რომ უფრო რაღაცა იტყვი რომ რაღაც მაინც ქორწილში მგონია რომ მიდიოდა ალუჩებით ხელში. მაგრამ მე მაინც მგონია რომ ერთადერთი რაც ასევე ხასიათდება იუსტიციის მინისტრი არ უყვარს მაკიაჟის კეთება რაც რითიც მაგრამ ხანდახან არის საჭირო იძულებული ხარ მაკიაჟი გაიკეთო ადამიანმა. ვარცხნილობასაც შეუცვლიდი. ვარცხნილობასაც შეუცვლიდი, კი. გამოვიდოდა რაღაცა. კი. შემდეგი მესამე. ახიკალაძე რომ ენერგეტიკის მინისტრი რომელიც მოდურად იცავს. ნუ ამ პერიოდში არ არის მინისტრი წითელ შარვალში. კი არ არის ეს ნამდვილად მისი ძველი ფოტოა, უბრალოდ ცნობილი ფოტოა მისი. მე მგონი მე ამაზე იყო საუბარი ბიჭოლასაჩუქოვის შარვალი, ხო მე? არ ვიცი. ხო, რაღაც ესე ჭორი გავწოდე და ჩაეტია იმას. ბიჭოლას არ ჩაეტეოდა კახიკალაძის ტანსაცმელი. შეიძლება ნაჭერი ჩაამატა, უგან ხო ჩამატება ხდება. მაგრამ არ მგონია რომ მე ვფიქრობ რომ ეს მინისტრი გემოვნებით იმოსება. კი, გემოვნებით იმოსება, უბრალოდ ცოტათი ვარცხნილობა შევიდანდი კორექტივებს, იმიტომ რომ მაინც აღარ არის ფეხბურთელი და მინისტრია. ხო, და დაალაგებული ვარცხნილობა უნდა ქონდეს, არა აფეთქებული თმა თავზე. რა ვიცი. ხო, თუმცა საინტერესო, ალბათ უფრო ეს მე უფრო მგონია რომ მეორე სურათია გადაღებული ენერგეტიკის მინისტრობის დროს. მეორე, ხო, იმიტომ ის ქუჩის პაპარაცი არის. აი მეორე შეაცვია ნორმალურად ისე როგორც უნდა იცოს მინისტრი. ენერგეტიკის მინისტრი და ამბობენ რომ ძალიან ხშირად მსმენია რომ უფრო მეტად უნდა დააწყნაროს პერანგები. ანუ ფერადი პერანგები, ყვირა, ხო. რაც შეიძლება პრინციპში ინერციით მოყვება მის ძველ პროფესიად. ხო, გეტყვი ხა კახიკალაძეს რას ვერ იტყვი რომ უგემოვნოთ ის. არა, ვერ ვიტყვით, ნამდვილად, უბრალოდ ერთი მინუსი აქვს ვარცხნილობა. მინუსიც არა, იმიტომ რომ მინისტრი არის და ამ შემთხვევაში ამიტომ გვაქვს საუბარი. ყოველდღიურობაში. კარგია, შემდეგი ფოტოები. სალომე ზურაბიშვილი. ზოგადად ამ ქალბატონის ჩაცმულობა მე მომწონს, შუა ფოტოს გამოვაკლებ. ხო, ნუ ბუნებრივად შეიძლება სადღაც ზოგადად მისი ჩაცმულობა რაც ტელეეთერი ჩანს ხოლმე ყოველთვის მომწონს, ყოველთვის აწვია ისე როგორც უნდა ეცვეს პოლიტიკოს ქალს. მაგრამ აქ ერთი მინუსი ძალიან ხშირად ხმარობს აქსესუარებს, რაოდენობით ძალიან ბევრს და შარფებს. ანუ შეიძლება ძალიან კარგად ეცვას, მაგრამ ისეთი შარფი ქონდა შემოგდებული, ანუ ყელზე რომ რომელიც საერთოდ თემიდან ამოვარდნილი იყოს და იმ ლამასამოს საერთოდ კარგავდეს. და აქსესუარები საერთოდ შანელს ქონდა ძალიან კარგი გამონათქვა, მე აქვე დავამატებ ერთ სალომესთვის. როდესაც იკეთებ აქსესუარებს, ბოლო აქსესუარს, რომელსაც გაიკეთებ, ის მოიხსენი ზედმეტი არის. ხშირად პოლიტიკურ დატვირთვასაც კი აძლევს. ეს არ ვიცოდი. კი, მაგალითად ერთი შარფი ეკეთა მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები არ დანიშნა, არ გახსოვთ ეს ის ჯადოს ხარშა? არა, რაღაცა ისტორიულ, რაღაც პოლიტიკურ დატვირთვებს აძლევს, მაგრამ მეც მომწონს ამ ქალბატონის ჩაცმულობა. კი, არა, მეც მომწონს. აი პირველ ფოტოზე ვიტყვი, რომ ძალიან კარგად აცვია, უბრალოდ აქსესუარზე გვაქვს ჩვენ აქცენტი. ვარცხნილობაზეც არაფერს არ ვიტყვი, მაკიაჟზეც არაფერს არ ვიტყვი, მაკიაჟსაც ისე იკეთებს სადად და კარგად. მეორე შენ რატომაც გამიზლოთ მე მგონი გააკეთეს რომ მეორე შუა ფოტო არის ყოველთვის ისეთი აგარაკული შევთანხმდეთ მოდი ვნახოთ უზე შე მიაქცო ბენზინი მიაქცო ხო სადღაც ისეთია მაგრამ ესეთი ჩაცმული მინისტრებიც ხო გაინტერესებს ყოფილი ამ შემთხვევაში მაგრამ ყოველდღიურობაში მე შევთანხმდით ესე იგი მე და შენ როგორ მე და შენი აზრები როგორ ემთხოვ ერთმანეთს რომ ქალბატონი სალომე არის მართლა გამორჩეულად ისეთი და უყარს აქსესუარები ნამდვილად შემდეგი ვინ არის საინტერესო რესპონდენტი მომხრივ აბა დაიწყე. მოკლედ მაკიაჟის დავიწყოთ. აჰა. მაკიაჟი რომელიც ყოველთვის ბევრი აქვს სახეზე, ყვირის, არის ის რა, ნუ შეიძლება ვინც უხატოს თვალის ჩახატვა აქვს ზედმეტად მას. აი მოდი ავიღოთ პირველი ფოტო. ვითომ არაფერი, ახლა ის პალტო რო გადაიგდოს ლურჯი პალტო, ხო? ეცმეოდა ძალიან კარგად, მაგრამ ნუ შემოიგდო ეს პალტო, აი ჩოხარო გვეცვა, ეცვათ მე რა მეცვა, ჩოხარო ეცვა და ზემოთ რო კიდე ყაბალა შემოიგდო, ხო? რაღაცა ცოტა ამის დაბეჭდებაში ტოვებს და აუცილებლად ამ ქალბატონს აქ ყოველთვის აქტიურად აი ეს ძვირფასეულობა. რა ვიცი ოქროა თუ ოქროში ამოვლებულია, მაგრამ ამის დაბეჭდებას ტოვებს იმისა ქვეყანა რომელსაც უჭირს და ჩვენ ვიბრძვით იმისათვის რომ ქვეყანაში დავეხმაროთ გაჭირებულებს, მე მგონი ამ ხელა ძვირფასეულობა გააღიზიანებს საზოგადოების დიდ ნაწილს. ეს კი მე ჩემი რჩევა მისთვის. მეორე სამოშიც იგივე რა შუაში არის ეს შარფი? ან როგორი დაკუჭული, მომრგვალებული კვანძით არის? ან რა შუაშია? დაკუჭულებასთან პრობლემა აქვს აშკარად. ხო, რაღაცა რაღაცა ესეთია. და აქეთ მესამე ნაწილში? და მესამე ნაწილში ვიტყვი რომ რაღაც კარნავალზე მიდიოდა ალბათ.
მაგრამ ხომ არ ფიქრობ, რომ წელზე ქამარი არ შეესაბამება წონას? წელზე ქამარი ზოგადად არ შეესაბამება წონას, ეს 100%-იანი არის, იმიტომ რომ როდესაც არ აქვს იდეალური სხეული, წელზე ქამარი იკვეთავს ყველა პრობლემას. იგივე შარვლით, იგივე რაღაცა მოკლე სტილის პიჯაკით, ხო, ეს ყოველთვის კვეთს ამ ფორმას და ალბათ მას უნდა რომ გამოკვეთოს, მაგრამ ეს არის ყველაზე დიდი მინუსი. თუმცა ვარცხნილობას უწეს რიგში აქვს. ვარცხნილობას უწეს რიგშია, კი, ამაში გეთანხმები. შემდეგი. ოჰო. ვიცე-სპიკერი. მე ხوار იცი მე წინასწარ მინდა თქვა ერთი განცხადება რომ ამ გადაცემის მერე თუ დამიჭირე ეს არის ამ გადაცემის ბრალი პრობლემა არ არის ჩვენ გადავურობთ მაგ ამბავს ხო რაღაცას ვიზავთ მე მგონი მოუხერხებთ რაღაცას ამ ყველაფერს ნუ პირველი ფოტო არის სახლის ფოტოსურათი ჩემი აზრით მოდი ყველი ამოვალოთ რამე გუდის ჭამოთ დღეს ჭათან ერთად ასე შევაფასებდი ამ ფოტოს ან ამ ურჩეულთან შეხვედრა მეორე ფოტოში არაცვია ცუდად მესამეც ნორმალურია მესამეში კი სპიკერისთვის ნორმალურია კი შემდეგი ფოტოები ირმა ნადირაშვილი წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას ჩემი ყოფილი კოლეგა ირმა ნადირაშვილი შენი ყოფილი კოლეგა ნაციონალი სამივე ფოტოში აცვია შეუსაბამად არ ვიცი ნუ რა ვთქვა ეხა ზღვაზე წავიდა თაში წავიდა და სოფელში წავიდა ასე შევაფასებ ის ჩადო სოფელში წავიდა ეს კამარი რატო აქ იქ მოჭერილი ვერ გავიგე კერძ და მუცელს კვეთს ვერ ვიგებ ამას ამ შემთხვევაში ანუ მე ამას ვერ ვიგებ ხები ზოგადად ანუ თუ არ იცი ჩაცმა ხო ძალიან ბევრს აგვაქვს ეს პრობლემა ბევრმა არ ვიცით ხო რაღაცა ჩაცმა ან რაღაციდან გამომდინარე ვიცვავთ იგივე კატალოგი იგივე ჟურნალი იგივე რაღაცა ხო საიდან აიღო ვერ ხვდები ან ვიღაცა გვეხმარება ამ შემთხვევაში თვითონ ან არ ურჩიეს რომ აი ეს კამარი ძალიან ცუდად უკვეთავს ორ ნაწილს სხეულის მე მინდა ერთი რამ დავამატო აქვე რომ ყველას წინასწარ ბოდიშ მოვხდეს ჩემი აზრია ჩემი სუბიექტური აზრი ისევე როგორც მეც ხშირ ჩემ სუბიექტურას გამოვხატავ შემდეგ ფოტოები ძალიან მაინტერესებს მარიამ საჯაია წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას. სხვათა შორის ამ გოგოს ჩაცმულობა მომწონს. სხვათა შორის გოგოც არ არის ცუდი. ოჰო. ნამდვილად. მომწონს ამის ჩაცმულობა. მაგრამ ხანდახან აქ ერთი მინუსი, აი მაგალითად მოდი ავიღოთ, უკიდან დავიწყოთ. აი ბოლო ფოტოში ძალიან კარგად აცვია, ძალიან კარგად შეხამა და ვარცხნილ ფერიც იდეალურად არის, ზუსტად ტენდენციებში ზის და ისეთი არა მყვირალა, მაგრამ ისეთი ეფექტური. გეთახმებ მეც მომწონს. მეორეში ძალიან კარგად აცვია. თუმცა მას არ გავიშრიდი. მას არ გავიშრიდი, ალბათ ვერ მოასწოთ ილიც. შეიძლება. როგორც გამოვიდა ხო ხვდები. მე საერთოდ პირველ ფოტოზე გადავიდეთ უკიდან მესამეზე. ვარცხნილობა ძალიან კარგად ყელსა ყველმა ამ გოგოს აქ ერთი მინუსი გეტყვი რა, რაც მე მიყურები ამ პარლამენტის ხომ ხანდახან ისეთი ყვირალა პიჯაკები აცვია, რომ მხოლოდ ეს ყვირის. ხლები ხო წითელი სკამებია და რაღაცა კრემის. მხოლოდ ეს ყვირის. გინდა არ გინდა, ვიღაცა იქ იგინება ეს ჩანს. და გონია რომ ეს იგინება, ვიღაცას ურტყავენ ეს ჩანს. აი ეს მინუსია გამადამია. გეთახმები თუმცა საინტერესო არის ის რომ ისეთია რა ქვია, გამორჩეულად კარგი გოგო, რაც მომწონს გარეგნობით, ძალიან მომწონს გარეგნობით. ამაში ერთიანად ერთი. კი, ნამდვილად. შემდეგი ფოტოები. მარგალიტი. ამ თავის ჩაცმულობაზე მე პირდაპირ ვიტყვი რომ ძალიან კარგად ისვავს. ნამდვილად. ნუ მიბაძო არის და ძალიან კარგი მიბაძო, ჩემი აზრით. კი, ნამდვილად, არაჩვეულებრივად. ინგლისიდან აქ იდეალურად ინგლისი კი არაჩვეულებრივად. მაგრამ ძალიან კარგად აცვია, ძალიან კარგად აქ შეხამება ყველაფერი, მაგრამ აი სულ მარგალიტებშია. მაგიტომ თქვი მარგალიტი. მაგრამ იქნებ ეს არის ის რაც მას ძალიან უყვარს და უნდა რომ მუდმივად თანახო. არის რაღაცა რა ძალიან მოგწონს და გინდა რომ მუდმივად ატაროთ. ხო, ამ შემთხვევაში მაშინ გამართლებულია, მაგრამ ვიტყვი იმას რომ ამ ქალბატონს ძალიან კარგად აცვია ყოველთვის, უბრალოდ ეს შუა ფოტო ამ შემთხვევაში საიდან მოიტანა. მაინც არის. შუაგა გამიზნულა შენ რაღაცა. არა. ეს არის მის პარტიაში, პარტიის ის ჩანს ბანერი უკან და პრესკონფერენციას ატარებს და ასევე ალბათ ეს ის პერიოდია, როცა პარტია ჩამოაყალიბა და მაშინ ფინანსური დაფინანსება არ ჰქონდა ამ პარტიას. არა, ვერ გამოიყვანე ხა შემდგომარეობიდან პარტია როცა ფუძნდება, მას უკვე დაფინანსება აქვს. შესაბამისად ეს გამოსავალი არ არის, მაგრამ არა, მე გეტყვი რატო, აი გეტყვი. თავიდან ხო იცი მაინც საზოგადოებისთვის რო იბრძვი იმ საზოგადოებისთვის რომ ხმა მოგცეს, მაინც ისე უნდა გეცოს რომ მივხვდე რომ თუმცა მე მინდა გითხრა მე მეჭუმახს რომ ეს შანელია რაც აწვია. შანელია? ეგეთი ეჭუმახს. იქნება პაძელკა. შეიძლება, მაგრამ ნუ ეგეთი საბჭოთა მარგალიტი და შანელი კარგად აცვია, მესამეშიც ძალიან კარგად აცვია და თავარი სათვალე აქ ძალიან სწორად შერჩევა. კი, სათვალე რომელიც სწორად აქ შერჩევა, რომელსაც არ ძალიან სწორად და ვარცხნილობა და არ იცვლის, კი ნამდვილად მეც უნდა აღვნიშნო ეს გულწრფელად. შემდეგი რესპონდენტი. იმ ფოტოში მაფია ცოცხალია, ბოლო ფოტოში იყო ნინო. ხო. აი.
ამ ქალბატონის ჩაცმულობა ძალიან ბევრი წვალება სჭირდება. მართლა სჭირდება ამ ქალბატონს ვიღაცა დამხმარე. აჰა. და რა გაუხდათ? მე როგორც ვიცი, ახლა სახელმწიფო პირებს ძალიან კარგი შემოსავალი აქვს. ვურჩევდი ვარცხნილობა შეიცვალოს, ვარცხნილობის ფერი შეიცვალოს, სათვალების აპრავის ფორმა შეიცვალოს, საყურეები აუცილებლად, იმიტომ რომ რაღაცა ყოველთვის რასაც ხედავთ, სულ საყურეები უყვარს თინასაც. ხო, მაგრამ ცუდი საყურეებია. და პერანგები, აი პერანგზე გავჩერდით, პერანგები, რომელიც არის ძალიან ყვირალა, ჭრელი, მნიშვნელობა არ აქვს სეზონს, რა სეზონია. ამ სეზონის მიხედვით ხომ შეიძლება რომ ჩაიცვა, იმიტომ რომ მისთვის ყოველთვის დაფხულია. მის გულში სუდარია. კარგია. და მით უმეტეს პიჯაკებზეც იგივე შეგვიძლია ვთქვა და იგივე წონა, როდესაც გააქვს არა ისეთი, როგორც არის საჭირო, ყოველთვის არის აი წინაზეც ვისაუბრეთ. ჩვენ რა ინახე პიჯაკი ისეთი მოკლეაცია, რომ იქით უკვე და ეს პერანგი, ნუ და ბოლოს. იმიტომ რომ ვიყოთ ობიექტურები და არ იფიქროს თქვენმა რომ ჟორჟოლიანი იგზის ჩაცმაზე სხვაც როგორ აკონტროლებენო? მოდი მითხარი ორადასით ხო ამ წამყვანის შესახებაც. პირველი სუბიექტური ჩვეულებრივი იქნება. პირველი ძალიან მომწონს ეს ჩაცმულობა. მე მახსოვს ეს იყო დახურვა სეზონის მაშინ ყველა მომღერალი იყო და ასე ძალიან მომეწონა ეს ჩაცმულობა, ძალიან გიხდებოდა თან ზაგარიც გაქვს მან. მოდი მეორეს მე დავწერ, მესამეზე გადავიდეთ. მესამე მომწონს, ოღონდ აი ხელსაბამი არ მომწონს. ზედმეტია აი ცი როგორ შტაბეწებას ტოვებს, ახლა პირდაპირ გეტყვი ხარ, ახლა იმაზე თქვი. აუცილებლად. ინდერ და ბელადებს რო უკეთიათ ხო. შუბი გაკლია, შუბი და კოცონი უნდა აგენტო. კიდევ ისე სამოსი კარგია, მომწონს მე. უმეტესად ვიტყვი იმას, რომ ყოველთვის ორიგინალურად გაცვია, რაც მომწონს ტელეეთერში, იმიტომ რომ რაღაცა არის. შეიძლება უხდებოდეს ადამიანს, შეიძლება არ უხდებოდეს, მაგრამ ეფექტური იყოს. არა როგორც სხვა წამყვანებს ვერ დაცვია. და შუათაც შეიძლება ეს რა იყო, აქ აბაზანა გაქვთ, გამოვარდით, წავიდა. არა, ეს იყო საბავშვო გადაცემა. მაშინ საბავშვო გადაცემისთვის ძალიან კარგია. ხო, სპეციალურად. ამ შემთხვევაში კარგია, ხო. თუმცა მაინც რაღაცა მეგონა რომ ამას შეაფასებდი, არა? არა, საბავშვო გადაცემისთვის მაშინ კარგია, იმიტომ რომ ვარცხნილობაც ორიგინალურია, სამოსიც ორიგინალურია და ჩუსტებიც ორი. ამ შემთხვევაში მე ვიფიქრე უბრალოდ გადაცემა იყო და მაშინ გადავდიოდი ყველაფერზე. ლანძღვაგინებაზე. არა, ნუ ესე რომ გადაცემა წავიყო, ჩათვალე რომ იტყვიან რომ ნუ გავაფრინე. ხო და თავი ხშირად მაკრიტიკებენ მე ჩაცმულობაზე და ამბობენ რომ არაცვია რაღაცნაირად, მაგრამ აი მაინც როგორ ხასიათდება ის როგორც მე მაცვია. საკრიტიკებელი ვარ? იცი რა არის, იქიდან გამომდინარე რომ ქვეყანაში არის პრობლემა ის რომ ფერები ის რაც გვინდა იმას ვერ ვიცვავთ, ნუ ვერ იცვავენ, მე ვიცვავ. ვერ იცვავენ, ის რომ რაღაცის გამო ვინ იტყვის რაღაცას იტყვი. მოდი, მაგრამ მე ხო ის წამყვანი ვარ, რომელიც რასაც მინდა. ხო და აი აქედან გამომდინარე, მე ზუსტად მივიდივარ აქამდე, რომ აქედან გამომდინარე, შენ რასაც იცვა, უნდა გეცვას ისე როგორც არის, იმიტომ რომ შენ გადაცემას ეს უხდება, შენ ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება არ გიხდებოდეს, მაგრამ ბევრი რაღაცა უმეტესად გიხდება და განსხვავებული არის სამოსი. არა ისე როგორც ბანალურად არის ყველა არხზე რაღაცა ვიღაცის აბა აქამდე და რაღაც მარაზმი. და მე ძალიან მომწონს ის რომ სამივე შემთხვევაში შემიძლია თამამოთქვა რომ დამზადებულია საქართველოში. აი ეს არის ხშირად თითქოს ყოველთვის ვცდილობ რომ ჩავიცვა ქართული დიზაინერების მიერ შეკერილი კაბები. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემი გაცემის. მადლობა, ძალიან საინტერესო იყო შენთან გადავიდე და ყურში მეუბნებოდნენ დიდი დრო, მაგრამ არ გაფეხებდი სპეციალურად, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებდა. მე ვფიქრობ, მე იმედი მაქვს რომ ქართული პოლიტიკოსები დაფიქრებენ იმაზე, რომ ისინი არიან საჯარო პირები და რაღაცებს გაცილებით უფრო მოგზალებულს გახდიან. მოგზალებულს და უნდა ვიღაცა უნდა ყავდეთ. ნებისმიერ ქვეყანაში არის ესე რომ დამხმარე ყავთ ჩაცმულობაში და აქ რა გახდება.